მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში მე გადავიღებ რომ GTA 5-ში კარგი არის თუ არა რომ ავტოშოპები ვიყიდოთ, ამ ვიდეოში აგიხსნით რომ საუკეთესო ადგილები, რა არის ფასი, რა გამოჩვენებები უნდა იყიდოთ, რისთვის გამოგადგებათ, რაში არის ცუდი, რაშია კარგი და ესე შემდეგ. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, ერთად გავიწყოთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ არხი და დღევანდელ ვიდეოშიც ასევე მეც დავდგები და გადავიღებ კაზინო ჰაისტოგონა გავაკეთოთ ყველაზე ათვილად და ყველაზე კარგი გზით. ჩემ მეგობართან ერთად გადავიღებ, ჭილესთან ერთად, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობს, ამიტომ ინგლისურად ვილაპარაკებ მაგ ვიდეოში. თარგმანისას ჩავთავრა, თქვენც მოისმინეთ წესივრად, ანუ რომ გაიგოთ ასაც ვამბობ. დავიწყოთ. ესე იგი, ეს ავტოშოპიც პირდაპირ რომ ამოხვიდეთ და თქვენ ტელეფონი და ინტერნეტში რომ გადახვიდეთ, mazebank.com-ზე, შევ ავტოშოპზე გადავიდეთ. ავტოშოპი აქეთკენ არის ლამესა, ბურტონი, strawberries, Ranchos, Mission Row და ხო ეგენი არის სულ. ესე იგი მე მაქვს აი ეს Mission Row-ი, რომელიც ღირს 1,715,000. აქეთკენ მე მაქვს სტილი აღებული, შეგიძლიათ ნებისმიერი სტილი აიღოთ, აი ეს აი როგორც თქვენ გინდათ. მაგრამ ამაჩი ესეთი სუფთა, ფერით შეგიძლიათ დაერჩიოთ. თქვენი რამე კრუში თუ ხართ, მაგის ლოგო შეგიძლიათ აერჩიოთ. ეს და members-ზე ასაც ვიტყვი რომ ამ ბოლო დროს Rockstar-მა გააკეთა GTA 5-ში გაუმჯობესება მაგათი 2024 წელს. რადგან მანქანა სიტყვაზე რომ 70,000 რო ქონოდა ფასი და ყიდულთან კლიენტთან რომ მქონდა და კლიენტის გაწოდვა 15,000 ანუ 100,000 რო გამოგდიოდა, აი ესენი რომ მიგეშვა რომელიმე, მაგათ ესენი აზიანდნენ მანქანას ძალიან გზის როცა გზაზე მიყავდათ რა, ამიტომაც არ ვარგოთ. ახლა გაუმჯობესეს, მაგრამ მაინც თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გინდათ აიღეთ, გინდათ არა, თქვენი გადასაწყვეტი არის და საკამო არც ისე ძვირი ღირს. Extras, personal quarters და car lifter-იც გვაქვს. ეს სადაც შეგიძლიათ ორ მანქანაზე ერთდროულად ვიმუშაოთ. ახლა დავიწყოთ როგორ ვიშოვოთ ამ ბიზნესით ფული. ამ ბიზნესით შეგიძლიათ ადგეთ კლიენტების მანქანას რომ მოიყვანენ გააკეთოთ, ესე იგი, ჩემმა კლიენტმა მოიყვანა Bugatti Chiron თუ ეს რომელია GTA 5-ში არ ვიცი, მაგრამ ესე იგი ახლა მე რო დავდგე, შეგიძლიათ კლიენტის მანქანაც იყიდოთ, რომელიც ღირს 1,450,000 ჩემთვის, მაგრამ მე რო წავიღო 50,000, კიდე რომ მივიდან 30,000 დამიმატებს. მაგრამ თუ ერთი კვირა სადაც იქნება, როდესაც Rockstar-ი აკეთებს ამაზე ორ მაგ ფულს, შეგიძლიათ მაგითი თავისუფლად 130,000 გააკეთოთ 200,000-მდე. აქვე ასევე ერთ-ერთი რამდენიმე მისიაც უნდა გააკეთოთ და ყველაფერი მუშაობდეს და აქვე უფასო სასწაულებით შეგიძლიათ აიღოთ. აი ესე უფასოდ რომ აიხილოთ კიდეც თამაშის დროს. ამას რაც აქვს კარგი ის არის რომ ამ გარაჟში შეგიძლიათ 10 მანქანა დატიოთ. ესეც ჩემი გარაჟი არის უცებოე. მე ხლა არ ვიცი ვინც უყურებთ ესე იგი ჩემი ფასით რა გარაჟი ვისაც ნახავთ, ანუ ხა არ ვიტყვი საუკეთესო, მაგრამ ისე რა არის. ხო და ამ კლიენტის მანქანასო წაიღოთ, მაგითაც შეგიძლიათ გააკეთოთ ფული. ეხლავე გავაკეთე, მაგრამ მეორენაირად შეგიძლიათ აი კი ბატონო, ესე იგი აქვე რომ მიხვალ თქვენ უიბოს პროფესიონალი კი ბატონო. აქვე შეგიძლიათ ჰაისტებიც გააკეთოთ. ეს ჰაისტი გადაგიხდით თქვენ და 155,000-დან 300,000-მდე მაქსიმუმ. აი ზაკეთკინ ბანკში პატარა მინი ბანკით ხელს უნდა შევიდე. ჯიპი უნდა მოვიპარო დავჯრიანი და როგორც კი შევალთ 1-2 მაგი და მთლიანად ოქროსი უნდა მოვიპაროთ. ანუ მინი კაიბორიკო ჰაისტისით გამოდის, ამისი აი ესე თქვაზე თქვათ. მოდი ეს აი ლიფტის გასაღები, სეიფის კოდი გინდათ და ბოლოს კიდე ძარცვას გააკეთებთ. აქვე ამ ძარცვაზე გექნებათ 3 იარაღი, შოტგანი, ავტომატი და სნაიპერები გექნებათ თქვენ ამ მისიაში. ესე იგი, ახლა მოდი ჩავიდეთ და განახეთ, რომ კიდე რა შეგიძლიათ გააკეთოთ. კიდე ერთი ხრიკი როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ მაპზე რანდომულად ჩდება ლუჯი ლოგო რა, ლუჯი წრე. და მანეთკენაც არის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც უნდა მოიპაროთ, დოქსში უნდა წაიყვანოთ და უნდა მანდ რომ მიყვათ თავისუფლად გაყიდით რა. და მაგითი გაძებთ ყოველჯერზე 25,000. რომელიც საკმაოდ კარგი არის. ხლავე განახეთ და როგორ გავაკეთოთ ფული. ოღონდ წაიყვანთ ეს 30,000 რო გაძლევთ დამატებით ფულს, შეიძლება რომ არ დალეწოთ მანქანა. რაგანაც უფრო დალეწა, მით უფრო ნაკლები ფული გექნებათ, მაგრამ ხო ეს 2 წუთს წაიღებს. ასევე კაიფორიკო ჰაისტზე ნახე რომ ვიდეო კარგად გააკეთა საკმაოდ, ამის შემდეგ დიდი ძალიან მადლობელი ვარ.
ზოგიერთი ვიდეოში რა ჩილთან ხოლმე რომელიც არიან ჩემი მეგობრები რა Discord-ში ვლაპარაკობთ ხოლმე ერთად. ლაპარაკობენ ინგლისურად რა, რუსები არიან და ქართულად არიციან ლაპარაკი, ამიტომ შევცდები რომ ინგლისურად დაველაპარაკო, ხა მეც ვლაპარაკობ თავისუფლად ახლა და დაველაპარაკები ხოლმე ხა მეც, მაგრამ თქვენ გიდით მოდით გიხდით ძალიან რაგან მათ არიციან და ვერ ვილაპარაკებ ქართულად, რაგან მათო დაველაპარაკო, ანუ ჩათვალე რომ ფრანგს რომ ჩინურად რომ ველაპარაკები ეგრე არის რა, აზრი არ იქნებია რას ამბობ. ოდა ამიტომ ვერ მოვახერხებ ქართულად ლაპარაკს რა. თუ რა ვერ გადაწყვეტე სიტყვაზე იმათ რომ ვისწავლონ ქართულად ლაპარაკი, მაშინ შევიდე დაველაპარაკო, მაგრამ ეხა მე კი არ ვაიძულებ ბედგვირონ და კიდე ისწავლე მეთქი არა. მაგათ ცხოვრება, მაგათი გადაწყვეტილება არის. მეც გეტყვით აკეთ ცოტა გერმანული ვიზიდე ინგლისური, მაგრამ არავის არ მეუბნების ხოლმე გერმანული ისწავლოს. ოდა ესეც ავედით აი აქვე ისე მალევე ამ აკაუნტს რო გავყიდი რა GTA 5-ზე 200 ლეველზე ავალ და მაშინ გავყიდი. ხო და ამ აკაუნტს რო გავყიდი, ეკრანს ავიღებ უფრო დიდს და ფულიაც დავრჩება მანდეთან GTA 5-ს რო გავყიდი. ვიყიდი რამდენიმე თამაშს. ან მე დავდგები და მე ერთ თამაშს წავშლი აქედან. რავი, War Thunder-ი შევეკიდე ერთხელ წავშლიყო მე-4-ით. მაგრამ რავი, მეტროს გადმოვწერ ან Tekken-ს და მაგაზე გადავიღებ ხოლმე ვიდეოებს რა. თრაი თამაშის დახურვაზე. ესე იგი, არანაირი ნაკაწრით არ მივიყვანე მანქანა, აი. ნასები, როდესაც კლიენტის მანქანა მოდის, კლიენტს გთხოვთ ესეთ რაღაცა, სიტყვაზე გიტყვის დისკის სტილი უნდა, სპორტის კატეგორიაში მას უნდა Enzo-ს X აიღოს, უნდა ფერი ეს, ძრავზე უნდა უხრუჭების ძრავის და კატეგორიებში მაგიდან შეიძლება თქვას რომ მე მინდა რომ კონდესო მოვიდეთ ოცე მიკროფონი მომკვდა. აი, კიდე ერთი, ესე იგი სესანტა წერთ ხოლმე ყოველჯერ, როდესაც კლიენტის მანქანაც მოდის რა. ხო და ეხლა აი მაგითაც თავისუფლად ეხლა განახევთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერიც, ანუ რა როგორ მოგიწევთ გაკეთება და ესე. ხა უცებუენ მივალ. მოიცადე სადა აი ჩემი ავტოშობიც. ხო და ეგრეა რა, თავისუფლად მანდეთან შეგიძლიათ აიღოთ 80,000-იც. და ანუ ეგრეა საკაიფო რა, ანუ როგორც კი მორჩები, ოღონდ ერთი გლიჩი არის პატარა. როდესაც მორჩები ძრავის გაუმჯობესებები, მუხრუჭები და კიდევ სისტემასაც ჩაიგავთველი კოლოფი, ტურბინები და ეგრე და დისკებზეც. დისკის ფერზე კლიენტი არაფერს არ გიტყვის. ამით სიტყვაზე თუ ყვითელი, წითელი, იასამისფერი და არ მოგწევთ, შეგიძლიათ შეცვალოთ უბრალოდ თქვენს. თავისუფლად შეცვალოთ თქვენ როგორც გინდათ კაცო, მაგაზე არაფერი არ გეტყვის კლიენტი. გონი, არა, ერთხელ მე გავაკეთე ეგრე. კლიენტს მოეწონა ფერი, რომელიც დავაყენე და მაგაზე დამატებითი 500 დოლარი გადამიხადა. გონი. აღარ მახსოვს წესიოთ მეც. მაგრამ რა თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ ახლა ხალხო ვინც უყურებთ ამას რა. აუცებ ვიმივა, მე ფუმუკი. ჩემიგაი. დენიო. იგი დავედინა. კიდე ხალხო გადით აქედან. ვიხედათ ეს აპოკალიფსის მანქანა მოდის. გამშვიდ უკაცრავად. ხო და ეგრე არის რა, ანუ კარგიც არის, ანუ საკმაოდ ჩათვალეთ რა, როდესაც აკეთებთ, ყველაზე კარგი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რაც გამოგადგება თქვენ არის ორი რამე. პირველი, თინთიან ფერი, როგორც თქვენ თუ გინდათ შეცვალოთ, თქვენი გადასაწყვეტი არის, არჩევაზე არის რა. მე გადაწყვეტე შავი დამეყენებინა, თქვენ შეიძლება გადაწყვეტოთ და თეთრი იყოს. და მეორე, personal living quarters ეგეც დაყიდეთ, რაგან მაგის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ აი აქ. preference მაგიდან აი დასწავლების ლოკაცია. მე მაქვს აყენებული arcade-ზე, სადაც Diamond Casino ხაიცად შეგვიძლია გავაკეთო. და ესე იგი შეგიძლიათ კოსატკაზეც აიღოთ, hangeri თუ გაქვთ, საკუთარი სახლი აი აქ და ესე შემდეგ რა. ან ღამის კლუბიც თუ გაქვთ. აი ახლა მოვიდეთ აქ კიდევ ერთხელ. ახლა განახევთ აი როგორ უნდა გააკეთოთ კლიენტის მანქანას. ო და დღეს საღამოსკენ შევეცდები გადავიღვარ შუადღისკენ, როგორც კი ჩილე შემოვა რა, ანუ ონლაინ რო გადავიღოთ კაცტორეს რანდომები ხო იცით როგორც არიან. ყველაზე საშინელი მოთამაშეები. აი პლანეტაზე არც მინახია, ერთ ტიპს ვეთამაშებოდი, 115 ლეველზე იყო რა, Diamond Casino Heist-ი. ესე იგი, 2 წამი არც კი ვიყავით კაზინოსთან ახლოს ვისვოლ, ეგრევე დაგვინახეს.
მეორედ გავაკეთე, კიდე დაგვინახეს. ხო და ასევე გეტყვით, თუ აი ეს აქეთკენ ეს ლურჯი პორშე რომელიც მაქვს, აი ეს ლურჯი პორშე. თუ გინდათ აიღოთ, აი ეს მანქანა უნდა იყიდოთ, რომელიც საკმაოდ იაფი არის. ასეთაც შეგიძლიათ იყიდოთ. ეხლა განახევთ რა უნდა გააკეთოთ. Serve the customer's vehicle. ფერის შეცვალი. მეუბნება ოქროსფერი უნდა მას. ხო, ოქროსფერი ვიპოვოთ. ანუ როგორცაც უბრალოდ იგივენაირად უნდა გააკეთოთ, აი, ოქროსფერი. ეხლა performance upgrade. ეხლა მეუბნება დაკიდების სისტემა უნდა ჩაწეული უფრო, მეუბნება ძრავათა ტუნინგება უნდა AMS upgrade level 1 და მუხრუჭები უნდა სპორტული. ესე იგი ეს მოვშით. მე გადავად bodyworks, ანუ გარეკეთულად. ხო მეუბნება გადადიო წინა ბამპერშიო. მოსდეს front bumper-ი არის და მას უნდა აი ეს უსტად. ეხლა გადადი გრუჩიტელზეო და ამიღე ეს. ეხლა მეუბნება roll cage უნდა მას და ესეც ესე. всё, დამთავრდა. ეხლა აი ეგეთ დისკს ატომიღებ ამ მანქანაზე ვერ ხვდები, მაგრამ კლიენტის არის, ამიტომ არაფერს არ შევეკითხები. ეს $-ისეც ავიღეთ. მაგრამ ეხლა დააკვირდით, ფერი რო შევცვალო, ვაფშე არაფერს არ იტყვის. რომ უნდა გავაკეთო იგივენაირად, აი. ნახეთ, ყველაფერს ვაკეთებ როგორც მე მინდა. მე აქეთკენაც ისე ვიტყვით კი, გააკეთეთ თქვენს თავისუფლად. დღევანდელი ვიდეოსიც სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ, არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ არხი და მომდევნო შეხვედრამდე.